წერილში და ნებისმიერი დროის მონაკვეთში. ყველა ამ პერსონაჟებთან, ამ ხასიათებთან გელით შეხვედრა ამ კვირის განმავლობაში. დღეს კი ვიწყებ ფელინის ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი ფილმით 1954 წელს გადაღებული ფილმით გზა, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ჯულიეტა მაზინა და ენტონი კვინი. ჩვენი შეგახსენთ დიდხანს თავს. მე მგონი ფელინის ფილმზე გასილებით კარგად მოგყვებათ საკუთარი ისტორია. ჯელსომინა დროზე სახლში წამოდი, დედა გეძახის. ჯელსომინა, სენიორ ზამბანო ხომ გახსოვს? ჩვენი როზა რომ წაიყვეს წაიყვანეთ. სამსახურს მოგცემს, ფულს იშოვე. სოდომი ვართ. სენიორ ზამბანო. გაიქეცეთ. ხედავთ რა გეტილი ვარ. მადლობა უთხარით. იქნება არ წახვიდე. თუ გინდა ნუწახვალ ჩემო საბრალო. შეძვერი. ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს ადგილი, სადაც მდებარეობდა ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი ქუთაისში, კვლავ დაიბრუნებს თავის ძველ ფუნქციას, რადგანაც აქ გაიმართება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ. ამ კინოჩვენებების ორგანიზატორი არის ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური და ძალიან სიმბოლურად, იმიტომ რომ წელს ამ დიდ რეჟისორს უსრულდება დაბადებიდან 95 წლის თავი, წარმოდგენილი იქნება ფედერიკო ფელინის რეტროსპექტივა. მაგრამ მთავარი ამ კინოჩვენებებში არის ის, რომ გახსნაზე ძალიან საინტერესო განსხვავებული პერფორმანსი არის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ფელინის სამყარო და მასში მონაწილეობას ღებულობენ მესხიშვილის თეატრის მსახიობებით, თავად პერფორმანსი კი გიორგი სიხარულიძემ დადგა. რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა და ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა ქუთაისელს შესაძლებლობა ექნება ამ ზაფხულის ცხელი საღამოების განმავლობაში დაესწროს კარგი ფილმების ჩვენებას. სალომე კუხიანიძე, პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ განებირებული თანაც ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი ფილმებისთვის. სასიამოვნო და ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან არაჩვეულებრივია ეს როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ვინც ყოველს მოუწოდებ, ვინც ქალაქიდან არ გასულა, მოვიდეს ყოველ საღამოს და უყუროს ფელინის ფილმებს.